სწრაფ ფეხბურთელად უნდა დაიბადო. მართალია თუ არა? სისწრაფე მაგარია. ახლა დაიბადო სწრაფად. ვერ გამოიმუშავებ? სისწრაფით მომატება შეუძლებელია. ეს ისეთი ეს უნდა დაიბადო რა სწრაფი. ანუ არ ყოფილა მითი. ეს ერთი ასეთი პენალტი კარგი ფეხბურთელებისთვის ძალიან იოლი შესასრულებელია. არა, პენალტი ყოველთვის ძნელია. ანუ მითია. მითია. შემდეგი ცაციები უკეთესად თამაშობენ. ვერ ვიტყვი რა. ცაციები უკეთესად თამაშობენ. ეს ცაციები ძალიან საყვანი არიან. რაღაცა კი რაღაც სიმართლის ელემენტი არის. კი, არის ესა. იშვიათია, მემარცხენეები უფრო მეტი იშვიათია ესე ფეხბურთში. მორიგი მითი. შეხედულება. კარგი ფეხბურთელები, კარგი მწვრთნელები ხდებიან. არ არის ეგრე. შემდეგი არათანაბარ ზედაპირზე ვარჯიში უკეთეს შედეგებს იძლევა. არათანაბარ ზედაპირზე ვარჯიში, აი ოღრო-ჩოღრო გზაზე ვარჯიში ვთქვა. რა თქმა უნდა, კაი მოედანზე ვარჯიში უკეთესია რა. მაგრამ ისიც აუცილებელია, ის რომ შეჩვევი ვერ კაიზე უფრო გიადვილდება. ანუ აქაც რაღაც სიმართლის მარცვალი არის. ფეხბურთი არისო ყველაზე ტრამვიანი სპორტი. არა მგონია. არა. არა. კი ბატონო და ჩემ ბავშვობაში და ალბათ ყველას ბავშვობაში გავრცელებული მთავარი მითი, ბურთზე ნუ დაჯდები დაკვერცხდება. ოკეი, იღებს იმას ფორმას იღებს, კი. ანუ არ ყოფილა მითი. თან ახალი ბურთები რო არის, რაღაც ესეთი ბურთები არის, ადრე ჩვენთვის ტყავი იყო და დიდხანს ძლებდა და უფრო ტყავი ის იყო, მაგრამ ეხლა სხვა ბურთები შემოვიდა, უფრო მსუბუქია რა. გასაგებია. კარგი ანტიმითინი გამოვიდა. ჩინებო.